თავი მე-18. ამის შემდეგ პავლე წავიდა ათენიდან და მივიდა კორინთოში. დანახა ერთი იუდეველი სახელად აკვილა, წარმოშობით პონტუელი და მისი ცოლი პრისკილა, იტალიიდან ახლად დაბრუნებული. ვინაიდან კლავდიუსმა ბრძანა ყველა იუდეველი რომიდან გამოეძევებინათ და მივიდა მათთან. და რა კი ერთი ხელობისანი იყვნენ, დარჩა მათთან და შრომობდა. ვინაიდან მათი ხელობაც მეკარვეობა იყო. ყოველ შაბათს საუბრობდა სინაგოგაში და არწმუნებდა იუდეველებსა და ბერძნებს. როცა სილა და ტიმოთე მივიდნენ მაკედონიიდან, მიეცა პავლე ქადაგებას, რათა დაემოწმებინა იუდეველთათვის, რომ ქრისტეა იესო. მაგრამ რა კი ისინი ეწინააღმდეგებოდნენ და გმობდნენ, მან ტანისამოსი დაიბერტყა და უთხრა მათ: თქვენს თავზე იყოს თქვენივე სისხლი. მე უბრალო ვარ. ამიერიდან წარმართებთან მივდივარ. წავიდა იქიდან და შევიდა ერთი ღვთისმოშიშის სახელად იუსტოსის სახლში, სინაგოგის გვერდით. სინაგოგის მთავარმა კრისპოსმა კი მთელ თავის სახლთან ერთად ირწმუნა უფალი. და მრავალმა კორინთოელმა მოისმინა რა ირწმუნა და მოინათლა. ღამით უფალმა ჩვენებაში უთხრა პავლეს: ნუ შეგიშინდება, არამედ ილაპარაკე და ნუ დადუმდები. ვინაიდან მე ვარ შენთან და ვერავინ გავნებს, რადგან ბევრი ხალხი მყავს ამ ქალაქში. დარჩა იქ ერთ წელიწადსა და 6 თვეს და ასწავლიდა მათ შორის ღვთის სიტყვას. ხოლო იმ დროს, როდესაც აქაიას მთავარი იყო გალიონი, იუდეველები ერთსულოვნად დაესხნენ თავს პავლეს და მიიყვანეს სამსჯავროში. თქვეს: ეს კაცი არწმუნებს ხალხს, რომ რჯულის საწინააღმდეგოდ ეთაყვანონ ღმერთს. როდესაც პავლემ ხმის ამოღება დააპირა, გალიონმა უთხრა იუდეველებს: იუდეველებო, რომ ყოფილიყო რაიმე დანაშაული ამ ბოროტ მოქმედება, მართლაც უნდა მომესმინა თქვენთვის. ხოლო როდესაც სარჩელი ეხება თქვენს სიტყვას, სახელებსა და რჯულს, თქვენ თვითონ მიხედეთ, მე არ მსურს ვიყო ამისი მსაჯული. და გამოყარა ისინი სამსჯავროდან. მაშინ ბერძნებმა შეიპყრეს სინაგოგის მთავარი სოსთენესი და სცემეს სამსჯავროს წინ. მაგრამ გალიონს მათი დარდიც არ ჰქონდა. პავლემ კიდევ კარგა ხანს დაჰყო. მერე გამოეთხოვა ძმებს და გასცურა სირიისაკენ, პრისკილასთან და აკვილასთან ერთად. მან კენქრეში გაიკრიჭა თავი, ვინაიდან აღთქმა ჰქონდა. ეფესოს რომ მიაღწია, ისინი იქ დატოვა. თვითონ სინაგოგაში შევიდა და ესაუბრა იუდეველებს. როდესაც მას თხოვეს, რომ მეთხანს დარჩენილიყო მათთან, არ დათანხმდა. არამედ გამოეთხოვა მათ და თქვა: მომავალი დღესასწაული აუცილებლად იერუსალიმში უნდა გავატარო. თქვენთან ისევ დავბრუნდები. თუ ღმერთმა ინება. და გასცურა ეფესოდან. კესარიაში ყოფნისას ავიდა იერუსალიმში. მოიკითხა ეკლესია და მერე ანტიოქიაში ჩავიდა. ერთხანს იქ დაჰყო. იქიდან კი წამოვიდა და რიგრიგობით გამოიარა გალატელთა ქვეყანა და ფრიგია და განამტკიცებდა მოწაფეებს. ერთი იუდეველი კაცი სახელად აპოლონი, წარმოშობით ალექსანდრიელი, ენა მჭევრი კაცი და ძლიერი წერილებში, მივიდა ეფესოს. განსწავლული იყო უფლის გზებში, ხურვალესულით ლაპარაკობდა ზუსტად ასწავლიდა იესოს შესახებ. ოღონდ მარტო იოანეს ნათლისცემა იცოდა. მან გაბედულად დაიწყო ლაპარაკი სინაგოგაში, რომ მოусმინეს აკვილამ და პრისკილამ, თან წაიყვანეს და უფრო ზუსტად აუხსნეს უფლის გზა. ხოლო როდესაც განიზრახა აქაიაში წასვლა, ძმებმა გაამხნევეს იგი და მისწერეს მოწაფეებს, ემასპინძლად მისთვის. ისიც მივიდა ბევრს ეხმარებოდა მადლით მორწმუნეებს. ვინაიდან იგი მოურიდებლად ამხილებდა იუდეველებს, საჯაროდ ადასტურებდა წერილების მიხედვით, რომ ქრისტეა იესო.